თავად უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ 2022 წლის მარტში მზად ჰქონდათ მათ სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგები უკვე, არახამიას განცხადება გახსოვთ ამასთან დაკავშირებით და ბრიტანეთის ხელისუფლებამ გააჩერა ისინი, რომ არა, გააგრძელეთ ომი და ჩვენ მოყვებით ბოლომდე. აბა სად არიან? ბოლომდე არიან? ხო ხედავთ, რომ სინამდვილეში ეს ბოლომდე არაფერს არ ნიშნავდა და იყო ცარიელი სიტყვები და ხედავთ ახლა უკრაინას, რომ უკვე სხვა პირობებში უწევს სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოება. მოისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის ინტერვიუ, სადაც ის საუბრობდა დახმარებებზე 170 მილიარდიდან ნახევარი რომ გამქრალია და არც კი ჩასულა უკრაინაში. რაც ჩავიდა და იქიდან კორუფციაში საწავიდა უკრაინაში, ამაზე ამერიკელები საუბრობენ. აი ამას ჩვენ ხო საუბრობდით. ნაწილს უბრალოდ თვითონ სიტუაციიდან გამომდინარე, მათ შორის იმ უბედურობიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში ტრიალებს, ვცდილობდით, რომ ბევრი არ გვესაუბრა ამასთან დაკავშირებით. და ამის საპირწონედ ხედავდით მილიონობით ჩასხმულ ფულს NGO-ებში, რომ რაიმენარად ეს თემა გამოეტანათ ისე, რომ თუ აი ეხლა მიდის დამარცხდება რუსეთი, აგერ ეხლა ჩვენ აქედან უნდა შევუტიოთ გავხსნათ მეორე ფრონტი, გონჩარეკო რო გვეუბნებოდა, გაისევნეთ ეხლა აფხაზეთში და სამაჩაბლოში, თითქოს აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩვენი თანამოქალაქეები არ არიან. გვიხადეს გონჩარეკო გმირად, გაგვიხადეს ზელენსკი გმირად, გაგვიხადეს არესტოვიჩი გმირად, გახსოვთ თქვენ პირველი დღეები ომისა, როდესაც ზუსტად იგივე ხალხი, ვინც დღეს გამოდის ქუჩაში, ზუსტად იგივე მოქალაქეთა ჯგუფი იდგა პარლამენტის წინ და ითხოვდა რას? ითხოვდა სანქციების დაწესებას, მებრძოლების გაგზავნას, ჩართვას ომში. და დღეს ეს ხალხი გამოდის და ჩვენ ხან ზოგი ირონიით ამბობს, მშვიდობა რა არისო და ზოგი რას და ზოგი რას ამბობს. ამ ადამიანებმა მადლობა გადაუხადონ საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ ხალხს. ამ ადამიანებმა, რომ ჩვენ მათ არ დაუჯერეთ და ქართველმა ხალხმა ამაში ზურგი გაგვიმაგრა, ჩვენ რომ მათთვის დაგვეჯერებინა. აი ამ ხალხისთვის, ვინც დღეს დგას და მაშინაც იდგა ქუჩაში, დღეს მათ ევროპაზე და არაევროპაზე სასაუბრო კი არ იქნებოდა, ვინ ვის საფლავს დაიტირებდა, ამაზე იქნებოდა საქმე. მათ საფლავს დაიტირებდნენ მათი ოჯახის წევრები, თუ ისინი დაიტირებდნენ სხვების საფლავს.